No. მაგარი გაბოროტებულებია. სროლებში რო არ მიყვეთ. აღარ ჩამოვიდეთ. ჩვენ ვართ ელენე და გუგა, პანამაში მცხოვრები ქართველი წყვილი და დღეს გადავწყვიტეთ მოგიყვეთ კოლონზე, ლათინურ ამერიკაში ყველაზე კრიმინალურ ქალაქზე და დღეს ასევე არის ონორიო, ჩვენი ბარმენი, ჩვენთან ერთად, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა კოლონში და გითხრა რომ ვიაროთ შუაში და არა იქით-აქეთ ტროტუარებზე, იმიტომ რომ არ არის უსაფრთხო ნაპირებში სიარული. მოკლედ გიყვებით კოლონზე, ყველაზე კრიმინალურ ქალაქზე, ლათინურ ამერიკაში. დავიძენით თუ კოლონისკენ, ხო? კი, წავედით. I'm ready. Hi. ლეომ გადაგვაგდა, მაგრამ ჩვენი ბარბანი ლეო გადაგვაგდა, ხო, მაგრამ ონორიო მოდის და ჯიგარია. გაგვიძღვება კოლონში, გაგვიწევს გიდობას. წავედით. იმისთვის რომ გავიგოთ დღევანდელი კოლონი, ჯერ მის წარსულში უნდა დავბრუნდეთ. ამ ქალაქის ისტორია მჭიდროდ არის კავშირში ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 1850 წელს პანამის გაუყვალო ჯუნგლებში გაჩნდა საჭიროება, რომ ქალაქი გაეშენებინათ. არა იმიტომ, რომ იქ ვინმეს უნდოდა ცხოვრება. არა, საქმე სულ სხვა რაღაცაში იყო. ევროპელ და ამერიკელ ოქროს მაძიებლებს ეჩხარებოდათ კალიფორნიაში მოხვედრა. დიახ, კოლონი კალიფორნიის ოქროს ციებ-ცხელებასთან ერთად დაიბადა. იმ დროისთვის არ არსებობდა პანამის არხი. ანუ სამხრეთ ამერიკის გარშემო მოგზაურობას დაახლოებით 6 თვე სჭირდებოდა და მიუხედავად ამ გზისა შეიძლება ცოცხალიც ვერ გადარჩენილიყავი. შესაბამისად, ოქროს მაძიებლებს დაჭირდათ ალტერნატიული შემოვლითი გზა. და ამ საჭიროებასთან ერთად დაიბადა იდეა პანამის რკინიგზის მშენებლობის. კოლონსა და პანამას სიტის შორის, რომელიც იყო პირველი ტრანსკონტინენტალური რკინიგზა ამერიკის კონტინენტზე. კოლონი აფრო-კარიბული კულტურის ნაზავია. მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი წარმოშობით აფრიკიდანაა და ქალაქი სავსეა რეგატონის მუსიკით, იამაიკური გავლენებით, ტრადიციული კერძებითა და ენების ნაზავით. თუმცა პანამის არხის მშენებლობის პერიოდიდან აქ ბევრი ამერიკელი, ჩინელი და ებრაელი ცხოვრობდა. ამბობენ იამაიკას და კუბას შვილი რომ ყოლოდათ, კოლონი იქნებოდაო. თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად სამართლიანია, რომ ქალაქში, სადაც დაახლოებით 40-45 მილიარდ დოლარი ტრიალებს ყოველწლიურად, არ ვითარდება ინფრასტრუქტურა და ხალხი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში. არ ვიცი, დაბა დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. წლის მარტში კოლუმბიაში სამოქალაქო ომის დროს, მაშინ ჯერ კიდევ პანამა კოლუმბიის ნაწილი იყო, კოლონი მთლიანად განადგურდა ხანძრის შედეგად. პანამელმა აჯანყებულებმა, რომლებიც კოლუმბიის მთავრობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ქალაქს ცეცხლი წაუკიდეს. დაიწყო ყველაფერი. სახლი, საწყობი, საავადმყოფო ქალაქი განადგურდა. აშშ-მ სამხედრო გემები გამოგზავნა კოლონში, თუმცა არა ხალხის ან ქალაქის გადასარჩენად, არამედ იმისთვის, რომ დაეცვა პანამის რკინიგზა, მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე. ეხლა განახებთ, საიდან შემოდიან პანამის არხში. ძალიან დიდი გემები და ძალიან ბევრი
კონტეინერები და ბევრი ცუდი რაღაცეები, რომლებიც მერე ნაწილდება სავარაუდოდ მთელ ევროპაზე და მთელ დედამიწაზე. წარმოდგენა რომ შეგვექმნას რამდენი ფული ტრიალებს ამ ქალაქში მოგიყვებით სტატისტიკას. ესე იგი, თავისუფალი ვაჭრობის ზონა ყოველწლიურად გამოიმუშავებს დაახლოებით 35 მილიარდ დოლარს. რაც შეეხება პანამის არხს, ის წლიურად გამოიმუშავებს $5 და ზუსტად პანამის არხის შემოსასვლელი არის კოლონი. ხოლო ამ ქალაქის რკინიგზა, რომელიც აერთებს ქვეყანას ერთი მხრიდან მეორე მხარეს, გამოიმუშავებს დაახლოებით $30 მილიონ, მაგრამ აქ ძირითადად არც ადგილობრივები არიან დასაქმებულები და არც ინფრასტრუქტურა არ ვითარდება. აქედან გამომდინარე არის ის პრობლემები, რასაც მოგიყვებით ამ ვიდეოში ნელ-ნელა. ჭაობი და ჯუნგლები წარსულს ჩაბარდა. გაჩნდა ახალი სავაჭრო კერა, რასაც მოყვა მიგრაციის ტალღები და კულტურათა ცვლა ამ მიწაზე. ათასობით ადამიანი ჩამოდიოდა გემით ამ ახლად შექმნილ ქალაქში. პანამას კვეთდნენ მატარებლით და შემდეგ მიემართებოდნენ სან-ფრანცისკოსკენ ოქროების და ოცნებების საძიებლად. ასე შეიქმნა რკინიგზა პანამის და ატლანტიკის ოკეანის მხრიდან მისადგომი ქალაქი კოლონი, რომლის დევიზიც იყო სწრაფად კალიფორნიისკენ. 1903 წელს პანამა მოიპოვა კოლუმბიისგან დამოუკიდებლობა აშშ-ის დახმარებით, რადგან აშშ-მ ვერ მიაღწია კოლუმბიასთან შეთანხმება პანამის არხის მშენებლობაზე და ჩვენ ახლა ვართ პანამის არხის უკანა მხარეს და მას შემდეგ რაც ესე ვთქვათ პანამას თავისუფლება აჩუქა 1904 წელს კოლონის და ზოგადად პანამის ისტორიაში დაიწყო ახალი ერა, ეგრეთ წოდებული ოქროს ხანა, რადგან კოლონის და პანამას სითის ირგვლივ დაიწყო მასიური განაშენიანება, შენდებოდა ქალაქები, ეწყობოდა ინფრასტრუქტურა, სამხედროების, ინჟინრების, ექიმების, იმ ხალხისთვის ვინც ჩამოდიოდა აშშ-დან, ევროპიდან, ჩინეთიდან, მთელი მსოფლიოდან აქ საცხოვრებლად და როგორც ესე ვთქვათ, იქნა ფრანგების შემდეგ ამერიკელებმა მოახერხეს პანამის არხის მშენებლობა. თუმცა ინფრასტრუქტურის განვითარება შეწყდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ გადასცა პანამის არხი საკუთრებაში პანამას. ამან გამოიწვია ის, რომ დიდი რაოდენობის მოსახლეობა, რომელიც იყო ჩამოსული უცხოელი, დაიცალა, წავიდა და ესე ვთქვათ, კოლონი დარჩა აფრო-კარიბული ხალხის ვიტყვი ანაბარა. ამას მოყვა ის, რომ ესე ვთქვათ, სოციალური ფონი გაუარესდა და ქალაქი დაიცალა ინვესტიციებისგან და მოკლედ აქედან იწყება რეალურად კოლონის დიდი პრობლემები დაახლოებით 1990-იანი წლებიდან, როცა აშშ-მ გადაწყვიტა, რომ პანამის არხი აღარ უნდა და მას მმართველობაში ქონოდა და ეს არის მაერსკის უდიდესი გემი, ასეთი დაახლოებით 15-დან 30-მდე გადის ყოველ დღე პანამის არხის მეშვეობით და მართლა საოცარი სანახაობაა და სხვათა შორის გვინდა რომ პანამის არხზეც გადავიღოთ სიუჟეტი, როგორც მას ეძახიან, მსოფლიოს მერვე საოცრებაა და აი რომ უყურებ რამხელა ინფრასტრუქტურაა განსაკუთრებით შიგნითა მხრიდან, იმასაც განახებ სხვა ვიდეოში, მართლა ხვდები რომ ადამიანებს ძალიან კარგი და მაგარი საქმეების გაკეთება შეუძლიათ და აი მართლა სასწაულია როგორი განვითარება შეიძლება მოიტანოს ადამიანის სიკეთემ და გონებამ. კაია? კოლონელი ხალხი არც თუ ისე მოყვარულია კამერების და თან მით უმეტეს როცა თეთრი ადამიანები იღებენ, ამიტომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე მანქანაში დავბრუნდით, დიდად ყურადღება რომ აღარ მივიქციოთ და მანქანით გადავიღებთ ახლა მანქანიდან მოკლედ კადრებს და მე ონორიოს უბანში წავალ და იქ უფრო ხალხთანაც გვექნება კონტაქტი და ვეცდებით რომ ინტერვიუ ჩავწერთ. Ciao, 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 ciao. Ciao, Hey, amigo. hey, amigo.
დრონი წამოღებული გვაქვს, მაგრამ არის ერთი საფრთხე. არაფრით არ შეიძლება რომ სადმე დაეშვას ჩვენგან შორს, იმიტომ რომ როგორც ჩვენმა მასპინძელმა ონორიომ გვითხრა, მაგ დრონს ვერასდროს ვეღარ ვიპოვნით ნაწილებად გაიყოფენ ადგილობრივებია და მოკლედ შედარებით უსაფრთხო ადგილი ავარჩიათ. რა სილამაზეა, ულამაზესი ქალაქი არის, ნახეთ წინ არის კარიბების ზღვა, ატლანტიკის ოკეანე. თვითონ ქალაქი როდესღაც ძალიან ლამაზი იყო, თქვენც ნახავდით ამ ვიდეოში უკვე, მაგრამ არის განადგურებული ფაქტობრივად არა და აი ყველაფრის შესაძლებლობა აქვს, უბრალოდ კორუფცია და კრიმინალი ჭამს, როგორც ძალიან ბევრ ლათინურ ამერიკის ქვეყანას და ქალაქს. წავედით ახლა ონორიოს უბანში, ხო? ონორიოს უბანში და ანუ ერთი იმის თქმა მინდა რომ ესეთი არამეგობრული ხალხი და ესეთი რაღაც ნეგატივით სავსე ხალხი მეცხოვრებაში არ მინახავს მართლა. რა ეხლა ვნახოთ ონორიოს უბანში რა განწყობი დაგვხვდება ხალხი, მაგრამ აქ ქალი, კაცი ისეთი სახეები გვიყურებდნენ. თან არც ვიღებდით არავის იმას უღებდით რა შენობებს და ჩვენ თავს რა მაგრამ ნუ აი ძალიან უკმაყოფილო და მოკლედ რა სიბოროტე და რა გაჭირვება ნახეს ესეთი არ ვიცი მაგრამ ეტყობათ რომ მაგარი გაბოროტებულებია და ნამდვილად ის ფაქტი რომ არავინ არ გირჩევს აქ წასვლას და არის მართლა საშიში და განსაკუთრებით თუ გრინგო ხარ, ანუ ნუ თეთრკანიანი მათთვის ნამდვილად მართალია და უნდა დაუჯეროთ. თქვენ ნახეთ ჩვენი ვიდეო და აქ აღარ ჩამოხვიდეთ. ეხა ელენე დავტოვეთ. იმიტომ რომ მოვედით. ცოტა ისეთი უბანი. Buenas amigo. Can I shoot video? No, sí, dice que le mandaron una esposa. 역시 사이 ერთ-ერთი. ¿Tú vas a tener el enque? No. მოგვიყვებიან კოლონელების გასაჭირს და რა ხდება? რა უჭირთ? და თან დავათვალიეროთ ჩვენი ონორიოს უბანი. Cocodrilo aquí? Bastante coco tú tirar y tú puedes. ცხოვრობენ ბევრი ისინი რა უბანში ცხოვრობენ. მარტო გაჭირვებოდი არა ნიანგები ჭამენ. You want to play? No, area. Ah, okay. Sí. Honorios area. Yeah. Honorio ძალიან უყვართ აქ აშკარად თავის უბანში ყველა ძალიან თბილად შეხვდა და ძალიან უყვართ მოკლედ Honorio. Hey, yo, ¿qué es lo que es, loco? ¿Qué se va a poner? No, tranquilo, amigo, tranquilo. პატარა შესვენება გვაქვს საბვეიში, უნდა ჭამოთ, არ გვიჭამია უკვე 7-8 საათია, 7 საათია. და აქ გადავწყვეთ, დავბრუნდეთ და საღამოს კოლონი გადავიღეთ თუ არა, თუმცა გოგა წინააღმდეგია, რადგან არ მოეწონა ძალიან იქ სიტუაცია, ალბათ მოლოდინზე ბევრად უფრო ცუდი გარემო დაგხვდა და მაგიტომ, მაგრამ მე ძალიან არ მინდა რომ ეს ვიდეო ჩავარდეს და აი ეს მთელი ჩემი სკრიპტი აქ მაქვს და ჯერ რა ვიცი, გადავიღეთ მარტო ალბათ 30-40% და ძალიან გული დამწყდება რომ არ გამოგვივიდეს და იქნებ არ ვიცი, დავითანხმა. Honorio, are you ready for a short interview? Yes? Because our Georgian subscribers want to know more about Cologne. Yes, Ara. Guga can be our cameraman. Honorio არის კოლონიდან 20 წელი ცხოვრობდა კოლონში, მამამისი იყო კოლონიდან.
თუმცა ის ახლა პანამა სიტიში ცხოვრობს და ჩვენი თანამშრომელია. Why did you decide to leave Colón and to move to Panama City? Oh, because in Panama, I have more future like for work, so that's why I want to like in Colón. We have more future for work, so I could come back to Colón and live because I love Okay. Colón. And do you think that Colón is safe for children and families to live here, or for tourists? How do you think? Okay, depends where you go. It's safe, but it depends if you go next part for Colón. It's not so safe. Okay. And what is the reason that it's not like safe? Oh, Why? because no work, no have and like certain sport for guy for play, so that Yeah. why it is not so safe. Okay. And so here in Colón we have mostly Afro-Caribbean people, right? And are they friendly? Or how do you think? Like for tourists, for gringos? Okay, for tourists, it's safe. Depends the way they go because we have many ways. Tourists like this way, like Colón 2000, like Calle Primera Colón. So for street, so I think it's good this way. But if you go, sorry, if you go next way, like 8th Street, 7th Street, it's dangerous for tourists. And do you know what is the situation about the drugs? Because we've heard from the locals that the port contributes a lot of drug selling in this city. Okay, because they have a lot of contact with people, so they have gun, drugs all around. So this will never finish in Colón. No? No, never. Okay, and what do you think? Is there any hope for Colón in the future? Like, I think so. The government put their hand in Colón, maybe have good future for Colón people. okay, so always it's up to government. Oh, the government right now is not doing their work, so Yeah. right now it's not security for nobody right now in Colón. Okay, thank you very You much. 2012 წელს პანამის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კოლონისთვის გამოეყო $500 მილიონი, რომ აღედგინათ დამწვარი შენობები, გაეხსნათ ახალი სკოლები და საავადმყოფოები. ეს არის ერთადერთი ზონა, რომელიც არ ვიცი, აღდგენილი თუ ქვია ამას, საკმაოდ ძველი შენობებია და ხარისხსაც ვერაფერს ვერ ვიტყვით. დანარჩენი არის ყველაფერი დამწვარი და ადგილობრივებმაც გვითხრეს, რომ მხოლოდ ფასადი არის შეკეთებული. ზოგიერთ შემთხვევაში ფასადის უკან შენობა ისევ ინგრევა და მოკლედ გადააგდეს კოლონის მოსახლეობა. $1 არ დახარჯულა აქაურობის რეაბილიტაციაზე იმ $500 მილიონიდან. ორადორი ლამაზი შენობა დგას, რომელიც გადაურჩა ცეცხლს და მეორე რესტავრაცია გაუკეთეს. ერთი არის გოთიკური ეკლესია, რომელთანაც მიგიყვანთ და განახებთ და მეორე არის ვაშინგტონის სასტუმრო, რომელსაც თუ არ ვცდები იუნესკოს ეგიდით გაუკეთა რესტავრაცია. თუ შეგვიშვებენ, იმასაც აუცილებლად განახებთ. იო. როგორც ჩვენ ტურისტები არ უნახავთ, დღეს ჩვენ ვართ ერთადერთი ტურისტები და მე მგონი საერთოდ ჩვენ ვართ ერთადერთი ტურისტები, იმიტომ რომ ხალხი გაოგნებული გუყურებს. პირველ რიგში ცეცხლიანები რო ვართ, მერე კამერებით რო ვართ, მერე აქაურთან ერთად რო ვართ, მოკლედ არ არიან გაურკვევლობაში. არ გაგიკვირდებათ ალბათ, რომ 300,000 მოსახლიდან, რომელიც კოლონს ყავდა დაახლოებით 20 წლის წინ, დღეს ქალაქში არის 70,000 მაცხოვრებელი. ეს არის ერთადერთი ძველი შენობა, რომელიც აღადგინეს სასტუმრო ვაშინგტონი, რომელიც კოლონის ოქროს ხანას უკავშირდება და აქვე გეტყვით, რომ ხალხის ძირითადი უკმაყოფილება არის ის, რომ სახელმწიფო არ ჟრუნავს ინფრასტრუქტურაზე. 30% მოსახლეობის ებრძვის უკიდურეს გაჭირვებას და ყოველ 100,000 მოსახლეზე არის 30 კაცის მკვლელობა, რაც გულისხმობს იმას, რომ
ეს ქალაქი არის ლათინურ ამერიკაში ყველაზე კრიმინალური ქალაქი. შედარებისთვის რიო-დე-ჟანეიროში არის 100,000 კაცზე 27 მკვლელობა, ხოლო ბოგოტაში, რომელიც ასევე გამოირჩევა თავისი ცუდი, ასე ვთქვათ, ცხოვრების სტილით, არის 13. თუმცა ეს ადგილი განსაკუთრებული გაჭირვების გამო, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, იქცა ძალიან კრიმინალურ ადგილად და პლუს ერთი თავისებურება, რაც არის ყველა მხრიდან წყალი, პორტები. როგორც გვითხრეს, ყველა შემავალი ტვირთი არც თუ ისე ლეგალურია, რაც ნიშნავს, რომ ქალაქში არის ბევრი უკანონო, ესე ვთქვათ, ნივთიერება, შეიძლება იყოს იარაღი და ასე შემდეგ და ამით მიდის ვაჭრობა და მოკლედ არის ძალიან ცუდი სიტუაცია. ეხლა ღამდება და ჯობს რომ მე მგონი წავიდეთ ნელა პანამა სიტიში. ერთი განსხვავება კიდევ სხვა ბევრ განსხვავებასთან ერთად რაც არის ის არის რომ პანამა სიტიში არის ძალიან შერეული მოსახლეობა. ანუ აქ არ არის შერეული მოსახლეობა. ყოველ შემთხვევაში ცენტრში არიან აფრო-კარიბული წარმოშობის პანამელები, რომელთა ასიმილაციაც არც თუ ისე კარგია თვითონ პანამასთან და ლათინურ კულტურასთან. მაინც ჩაკეტილები არიან, უკვირთ სხვა ფერის ადამიანი, აგრესიასაც გამოხატავენ, განსხვავებული რადგან ხარ და ძიმე საურთიერთო ხალხია რა. ხო და ერთმანეთთან რაც ეხლა ანუ აი არც როგორი რაღაცების გამოხდება თუნდაც კონფლიქტები და ეხლა კამანდები და უბნები ერთმანეთს ხოცავენ აი $50 ნარკოტიკის ანუ 50 გაყიდვის ხო რა ესეთ რაღაცას და შეიძლება 5 კაცი ერთ პერესტრელკაში მოკვდეს და ანუ თვითონ ხალხშია პრობლემა არის ანუ ეს იდეალური ადგილია ანუ ლოკაცია თვითონ სანაპიროა ამ კანალთან არის იდეალური ადგილია მაგრამ ნუ ხალხშია პრობლემა ანუ უბრალოდ ისიც არის რომ აქ ხო დაიცალა მოსახლეობისგან აქ 300,000 ადამიანი ცხოვრობდა და დარჩნენ 60 თუ 70. ხან პანამა სიტიში თვითონ და ეხლა გონორიოს უბანში სადაც ვიყავი მანდაც დაჟე რა იოდნავ გარეთ ამ ქალაქიდან ყველა გესალმება უცხო არა პროფხედავი პირიქით უცხო ელი რო ხარ და არ ხარ ანუ გიღიმიან და იჩენენ რომ ანუ კეთილად არიან განწყობილები აქ ვაფშე ვერ გააღიმებ ადამიანს მოსალმებაზე ზედმეტი ლაპარაკი ანუ ვაფშე შანსია ანუ საერთოდ სხვა დამოკიდებულება აქვს მგონია რომ მარტო ეს ადგილია პანამაში ესეთია ნუ ყოველ შემთხვევაში პანამაში ყველაზე საშიში ქალაქი არის ეს და სადაც ჩვენ ყოფილვართ ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს აქ რეალურად ხო პანამელები აქ არ ცხოვრობენ აქ ერთი თეთრი ადამიანი არ გვინახავს და არც ის რა ქვია კუნა არ ცხოვრობს აქ არც ერთი სულ არიან ხო რა ნუ ხალხში აშკარად ხალხში აქვს პრობლემა და ვერაფერს ვერ უშვებიან ამდენ ადამიანს ვერსად ვერ გაყრიან და ვერ გაუშვებიან ცადეს 2012 წელს მაგრამ გადაწვეს აქაურობა თვითონ ხალხმა ცადეს რომ მთელი ქალაქის პრივატიზაცია უნდათ რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონა ყოფილიყო მთელი ქალაქი ქალები ბებიები ისე გიყურებენ რომ აი სიზღის თვალით გიყურებენ ბიჭო მე ეს რაღაც მართლა არ მინახავს არც მართლა არ სანახავს თუ მოგეწერეთ ეს ეპიზოდი და კიდევ გინდათ რომ გადავიღოთ მსგავსი ეპიზოდები გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და ეს ვიდეო დაალაიქეთ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ალგორითმა ხელი შეგვიწყოს დროებით